რადიო. დაგიბრუნდით მიშა და ნინო, როგორც ყოველთვის საინტერესო სტუმრებთან ერთად გეტყვით, რომ პრემია ივერიას დაჯილდოვება, შემაჯამებელი დაჯილდოვება გალა გაიმართა 2025-ში დასასრულს მატერაში, იტალიაში და ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო. ჩვენი სტუმრები არიან ნუგზარ ჭიაბერაშვილი, პრემია ივერიას დამფუძნებელი და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე კაპიტანი მაყოლა გონაშვილი. მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ. როგორც ყოველთვის, ნამდვილად და როგორც ყოველთვის ნუგზარ ძალიან საინტერესო ღონისძიება იმართება ხოლმე. ფაქტიურად ეს არის საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც უკვე თავისი გარკვეული ისტორია აქვს, მრავალწლიანი და წელს იანვრის ბოლოს, ხო, თუ აღწევი, გაიმართა მატერაში. იანვრის ბოლოს, დეკემბრის ბოლოს, 2025, ხო, წლის ბოლოს და არაერთი ადამიანი იყო ჩართული, ძალიან მნიშვნელოვანია ემიგრანტების მონაწილეობა ამ ფესტივალში, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებ და მოდი დავიწყოთ მაინც ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, ვინც არ არის საქმის კურსში, თუმცა ბევრმა იცის ამის შესახებ, რა იდეას მოიცავს ეს ფესტივალი, პრემია ივერია და შემდეგ რა მოხდა მატერაში დაჯილდოებაზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მეგებნიერი იყოს ამ წელშიც ჩვენი ფეხი, მადლობა მოწვევისთვის. იტალიური ვოიაჟი შეიძლება ითქვას ესე დავასრულეთ პრემია ივერიამ 2025 წლის 18-21 დეკემბერი. ეს იყო 18 დეკემბერს პირველი ღონისძიება ჩატარდა ქალაქ ბარში. ყველა მოიცეს ქალაქი, სადაც ნიკოლოზის ზარმაზარის სალოცავი ადგილი არის, წმინდა ადგილი. და აი ამ ფესტივალის ერთი ნაწილის ფესტივალის ხელმძღვანელი იყო ჩვენი წარმომადგენელი ბარში, ანუ პულიის რეგიონში, ასე ვთქვათ, რეგიონალურად ქალბატონ ფიქრია კუჭოხიძე, რომელმაც არაჩვეულებრივად გაართვა თავი ბარის ღონისძიებას, ხოლო უკვე მე მარათონი რეალურად გადაეცა. ხადია ეს ესე უნდა ყოფილიყო, ეს არის ქალაქი მატერა, ევროპის და მსოფლიოს კულტურის დედაქალაქი. მატერაში რატომ? მარტივად რო ვთქვათ, იმიტომ რომ მატერა იყო იტალიაში ქალაქი, საიდანაც პრემია ივერიამ დაიწყო სტარტი ევროპულ სივრცეში. ხოლო რაც შეეხება პრემია ივერიის იდეას და მის ფესტივალს, ეს არის ქართული პროზა პოეზიის, მათ შორის სხვა ხელოვნების, იგივე მხატვრობის, ხაწერის და ფოტოგრაფიის და ასე შემდეგ ქართული ხელოვნების და კულტურის პოპულარიზაცია თავის წილად. და რაც თავარია, ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ლაითმოტივი და ხაზი არის აუცილებელი ის, რომ ყავს ყოველთვის ჩართული, როგორც იცით, ეს არის შეშემო პირიდან დაწყებული, მსჯავრდებული, ნებისმიერი საქართველოში ეროვნული უმცირესობა, არ საზღვრავს ჩვენ არანაირი პოლიტიკური და არანაირი ასაკობრივი სხვაობა არ გვაქვს ზღვარად დადებული, პლუს ამას ის ემატება, რომ პროექტმა ძალიან დიდი ხნის წინ მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე თავისი პატარა ადგილი, რომელსაც ნენელა ასე ვთქვათ ვაფართოვებთ. და შესაბამისად გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ ვიყოთ საერთაშორისო ჭრილში და არა მარტო ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია გავწიოთ ევროპაში, არამედ იმ კულტურული ნაწილის პოპულარიზაცია გავწიოთ საქართველოში, როგორც ვთქვათ, იტალიური კულტურა, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესია არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოშიც, ხო? და შესაბამისად სხვა იმ ქვეყნების კულტურაც გვინდა შემოვიტანოთ თანამედროვე ლიტერატურის თვალსაზრისით, იქნება ეს თუ ხატრობის თუ სხვადასხვა მიმართულების მხრივ. ეს არის ალბათ ძირითადი ჩვენი მიმართულება, იმიტომ რომ კულტურას მუდმივად ჭირდება განახლება, მუდმივად ჭირდება ზრდა, განვითარება, კვება და ამ ყველაფერს ჭირდებიან ადამიანები, რომლებიც არიან ემიგრანტები ამ შემთხვევაში ჩვენთვის უცხოეთში, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები თუ შეიძლება ითქვას ესე პირდაპირ ელჩებიც კი არიან, რომლებსაც ნებისმიერი სტატუსი შეიძლება შეეხამოს მათ, რომლებიც კულტურულ მოღვაწეობას ეწევიან სხვა ქვეყნებში და ასევე ადამიანები, რომლებსაც გარდა კულტურული მოღვაწეობისა გააჩნიათ უზარმაზარი დატვირთვა, ეს არის მათი ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის გაწევა, ის რომ მათი საზრდო საშუალო საბადებელი მოიპოვონ საკუთარი ქვეყნისთვის და ოჯახებისთვის. აი ეს არის თუ შეიძლება ითქვას პრემია ივერიის ერთი მიმართულება და მნიშვნელობა და
მე უკვე ეს მატერიული დღეები ალბათ ქავტონმა ყველა გააგრძელებს ცოტას. აუცილებლად. კი ბატონო, და მატერიულ დღეებს რაც შეეხება ქავტონმა ყველა თქვენი ჩართულობა ძალიან საინტერესოა. მე წლების მანძილზე პრემია ივერიას მოყვებით, თუმცა წელს პირველად მიიღეთ მონაწილეობა. უცხოეთში. და მნიშვნელოვანი იყო მე რამდენადაც ვიცი თვითონ მატერას ხელმძღვანელობა მერიიდან იყო ეს წამოსული იდეა რომ აი იქ გამართული იყო სწორედ ეს გალა სხვათა შორის აი ამ პატარა ქავტონმა ყველა მაბადეთ ესეთი რაღაც მოხდა რომ მატერამ რადგან პირველი იყო 2024 წელს მატერაში ევროპულ სივრცეში ჩვენი ღონისძიება ჩვენ მხრიდან ყოველთვის მატერას მიმართ ვიყავით ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ყურადღებას ვიჩენდით იმიტომ რომ იტალიაში სადაც რომელიმე რეგიონში გავაკეთეთ ღონისძიება თუ სხვა ქვეყანაში ყოველთვის საქმე პირველი წერტილად პირველ ნომერ ქალაქა და ქვეყანა თუ ასახელებდით მატერას და არ ვიცი ქალაქმა მატერამ რეალურად პრემია ივერია შეიყვარა და შეითვისა და აღმოჩნდა ისე რომ კი ორგანული გავხდით მათთვისაც ჩვენთვისაც და ახლა წარმოიდგინეთ წლის ბოლოს გვეუბნება მატერას ქალაქ მატერას მერის მრჩეველი ჩვენი მეგობარი პაულო გრეკო რომ მომავალი წლიდან ანუ 2026 წლიდან თქვენი პროექტი იქნება ქალაქ მერი მატერას მერის კულტურულ ღონისძიებათა ნუსხაში. ნუ გაგვიხარდა ცხადია ეს ვაღიარებთ თქვით საქვეყნოდ მადლობა მოუხადეთ და ამ დროს სრულიად შეუცბად დეკემბრის დასაწყისში მოგდის შეტყობინება იმეილზე მესიჯებით ზარებით ის რომ დეკემბრის თვეში საშობაო საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ქალაქ მატერას მერიამ პრემია ივერია ჩასვა თავის წილ ღონისძიებებში და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი და ერთგვარად აღიარებაც იყო ჯილდოც იყო და მთელი რაღაცა ამ ბოლო წლების ნამუშევარის ერთგვარად შეჯამება იყო და ამიტომ მადლობა კიდევ ერთხელ მერს რა თქმა უნდა ბატონ ნიკოლეც იმიტომ რომ ის ადამიანი ახალი არჩეულია თან წარმოიდგინეთ ერთი წელიც არაა ჯერ და მას რა ისტორიას დახვდა პრემია ივერიისა ქალაქის მერიაში ეს ისტორია აიღო გვერდზე არ გადადო და პირიქით გააგრძელა ჩვენთან ერთად მოგზაურობა და ჩვენთან ერთად შესაბამისად 22 დეკემბერი იყო, როდესაც მიგვიღო მან თავისთან დაჯილდოება, სადაც ქავტონმა მაყვალაც იყო და ეს იყო ერთ-ერთი ოფიციალური ნაწილი და დასკვნითი აღიარებითი ნაწილი, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ იტალიამ და ისევ აი ამ ლამაზმა ქვის მეტყველმა თუ ქვით მოლაპარაკე ქალაქმა, ქალაქი რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნიდან მოდის ეს ქალაქი და ამაზე ალბათ ყველა უნდა ნახოს ეს ისეთი ადგილი. ნამდვილად და ეხლა საერთოდ დრო ძალიან კიდე და ქავტონმა მაყვალას ველოდებით, იმიტომ რომ ძალიან ემოციურად და ხატონად აღწევთ ეს ერთი რამის თქმა შემიძლია რომ როცა ბატონმა ნუგზარმა ჯერ კიდე რამდენიმე წლის წინ დაიწყო ამ საქმეზე ფიქრი მე ცოტა შემეშინდა, იმიტომ რომ ვიფიქრე როგორ შეიძლება შიშველი ხელებით ადამიანმა ამხელა მასშტაბური საქმეები აკეთოს და მე მივხვდი როცა მე უყურებდი როგორ ვითარდებოდა, როგორ ნელ-ნელა საერთაშორისო ასპარეზს და იმის იღებდა ეს პრემია ივერია, რასაც აკეთებ გულწრფელად და პატიოსად, ყველა საქმე დალოცვილია. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ უწმინდესის მიერ არის დალოცვილი ეს კონკურსი და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ საოცარ დღეებში მოგვიწია ამ ფესტივალის ჩატარება. ჯერ იყო და ნიკოლოზობაზე, სწორედ ნიკოლოზის საფლავზე ვიყავი და მე ბედნიერი ვიყავი, რომ იქ ქართული გალობა მოვისმინა და ქართველებთან ერთად ვიყავით ამ წმინდა ტაძარში, ხოლო შობის დღეები გავატარეთ სოფლიო კულტურის დედაქალაქში მატერაში და რატო არის ეს კონკურსი გამარჯვებული გეტყვით ერთი სიტყვით იქ სადაც ჩვენი ქართველები ხვდებიან ესენი არ არიან ეს ემიგრანტები მარტო ადამიანები რომლებიც მართლაც გადამრჩენელები არიან არა მარტო თავისი ოჯახის იმიტომ რომ თითოეული გადარჩენილი ქართული ოჯახი გადარჩენილი საქართველოს არამედ ისინი უკვე სხვა რანგში არიან ისინი ხელოვანები მათი პოვეს თავისი სამშობლოს სიტყვაში თითქოს სახლი ააშენეს უცხოეთში და შეეფარდნენ სიტყვებს და შეიქმნა უამრავი საინტერესო წიგნი მე მახსოვს ერთ-ერთი ასეთი წიგნი იყო ეს უკვე საბერძნეთში თვარე დავტოვეს სახლის დარაჯად და აი ამ ადამიანებმა მოახერხეს რომ არა მარტო იყვნენ ვიღაცასთან სახურის როლში არამედ არიან ლიდერები უკვე იქ და უკვე მათი სიტყვა მათი საქმე არის მისაბაძი და აი ბატონი ნუგზარის ეს ჯილდო უკვე ეს არის სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო და ძალიან
მინდა რომ ეს საოცარი კონკურსი, რომელსაც დიდი მხარდაჭერა აქვს უცხოეთი და ჩვენმა სახელმწიფო მოღვაწეებმაც გაითავისონ და იყოს დიდი მხარდაჭერა საქართველოში ბატონი ნუგზარის პროექტის. მე ვიცი რომ ხა თქვენ მალე გაქვთ ისა და ამიტომ ვიტყვი რომ აი ეს ფესტივალი ეს პრემია ივერია ატარებს ილია ჭავჭავაძის სახელს და როგორ ეამაყება ყველას ვინც აი ამ საოცარი მედლის ფლობელი ხდება და ნამდვილად ნუგზარი არის მართლაც ხა ჩვენ ბევრი სიტყვა დავკარგეთ დღეს ხვაწმოსილი ერისკაცი რაღაცები და მართლა ამ გზაზე მავალი კაცია და საზოგადო მოღვაწე აი თითქოს აღარ არის თითქოს ეს სიტყვები ყოველდღიურ ხმარებაში და სულ ეუბნები ხოლმე რომ ილია ჭავჭავაძის გზის მატარებელი ხარ იმიტომ რომ აი შენ სისკაცი ხარ რომელიც შეიძლება გაიმეორო ილიას სიტყვები რომ აბა დღეს მე ვისრა ვარდია კაცადმაში ხარ საქები ხო და ვაქებ ამ საქმეს და მე ბედნიერი ვარ რომ მივიღე მონაწილეობა იმიტომ რომ ამაყი ვიყავი მე იქ ნახე არა სევდიანი საქართველო არამედ გამარჯვებული საქართველო ნახე ამ ემიგრანტების სახით და ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს მომავალში ანთოლოგიის გაკეთებას ფიქრობთ საინტერესოა შემოქმედებითი კუთხით რომ შევხედოთ ამას ტანდემი როგორია ანუ რას გეგმავთ გასაგებია ამ ეტაპს და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონ მაყულა თუმცა სამომავლო პროექტებზე მინდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო პროექტია ნუგზარი ისაუბრებს და ჩვენი ჩართულობაზე მე გეტყვით რას ვაპირებთ ესე იგი ჩვენი პროექტი რადგან ამხელა მასშტაბზე გავედით უკვე ვალდებულებად გაიზარდა ჩვენ და მოთხოვნაც იყო იმისთვის რომ რაღაც დაგვემატებინა პრემია ივერიისთვის და დავამატეთ იყო რამოდენიმე ვერსია რა შეიძლება და შეგვირჩია იქიდან და დავამატეთ ერთადერთი რა წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პრემია ივერის დაჯილდოება როგორც გენერალური დღე გვაქვს ეს უკვე 13 წლის განმავლობაში ეს არის 3 მარტი მაგრამ 2 მარტს დავამატეთ წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლევანდელი წელი იქნება პირველი ამ შემთხვევაში ანუ გამარჯვებულების კრებულებზეა საუბარი გამარჯვებული არ იქნება იქ წარმოდგენილი იქნება ნარევი ზოგი გამარჯვებული ჩვენი პრემიის ლაურეატი ზოგი შეიძლება პირველად იყოს, მაგრამ უბრალოდ მიიღოს მონაწილეობა ფესტივალში. ციგნის ავტორია ის უკვე ციგნის ავტორი და შემდგარი ავტორია ის უკვე ასევე და რა თქმა უნდა ამ ფესტივალში იქნება ჩართულები ის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც იქნებიან მოწვეულები, ყველა წარმომადგენელი იქნება ფესტივალში წარმოდგენილი. აი ამ ყველაფერში ცხადია ჩვენი არაერთგზის საუბრისა ჩემი ქალბატონმა ყველასი რომ მან ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვითქვა და გვეხმარება ზუსტად აი ამ ფესტივალის მომზადებაში, ჩატარებაში და ეს არის ძალიან დიდი მასპინძლების წერალთა კავშირი იქნება ორში, როცა თქვათ ეს ფესტივალი გაიხსნება, წერალთა სახლში ჩვენ მასპინძლებს წერალთა კავშირი, ჩვენი ჯილდოებიც იქნება, ასევე გადავცემთ რაც საუკეთესო ალბომები და წიგნები გვაქვს გამოცემული ამ ბოლო წლებში ჩვენ სტუმრებს და სხვათაშორის ერთი რამის დამატებაც მინდა რომ იტალიაში მარტო იტალიაში მსხურები ქართველები არ იღებდნენ მონაწილეობას ამ ფესტივალში ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან ძალიან საინტერესო ქალბატონი ბრძანდებოდა ქართველი ასევე თურქეთიდან იყო ქალბატონი ჩამოსული სხვადასხვა ქალაქებიდან და ასევე ჩამოვიდა უკრაინიდან უკრაინელი პოეტი ქალბატონები თარგმნელები იყვნენ ამ ფესტივალის მონაწილეები იქაც კი მარტო იტალიით არ შემოფარგლულა ფესტივალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი. ამიტომ ეხა პატარა ამ ნაწილს გავაგრძელებ, წარმოიდგინეთ 100 წელზე მეტი ხნის ორგანიზაცია, რომელმაც მარო მაყაშვილის თაობა გამოვლილმა მე უკვე 60-იანი, 50-იანი, 60-იანი, 80-იანი წლების და მთელი კორიფეების ორგანიზაცია, როდესაც გვერდით გიდგას ამ შემთხვევაში ის შენი პროექტის ნაწილს იღებს საკუთარ თავის და აკეთებს შენთან ერთად. მე ვთვლი რომ უკვე ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იქნება პრემია ივერისთვის და მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ მაყურას და ყველა იმ ადამიანს ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხიდებოდა რა თქმა უნდა ჩემ საყვარელ კოლეგებს ჟურნალისტებს თქვენ იმიტომ რომ ყველა ჩვენი გასვლა და მოსვლა ეს აი რადიო იმედია აი რაღაცით ნავსაყუდარია და ზურგის ქარია ჩვენთვის რომ ხალხს მედანმოსმულად გვიკვირს ხოლმე ნუგზარის სტუმრობა ყოველთვის ყოველ ჯერზე ფართოვდება ასპარეზი ყოველ ჯერზე რაღაცა სიახლეებია და აი ნამდვილად თავიდან როგორ შეიძლება ამ მასშტაბს შეეჭიდო ცოტა რთულია მაგრამ მართლა რაღაცა ზებუნებრივი ძალების დახმარება და აი ყოველ ჯერზე თუნდაც ახლა თქვენი ჩართულობაც აი ესეთი მასშტაბების გაზრდაც აი მე არ ვიცი საჩუქარია ეს არის ადამიანი რომელიც არასდროს ჩერდება და თქვენ გადაცემის დასაწყისში ბრძანეთ რომ როდესაც ადამიანი რა თქმა უნდა პროფესიონალი
და წესიერი პატიოსანი და პატიოსნად ემსახურება გულით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გულით აკეთებდა არა იმიტომ რომ რამე მოგება და ყოფილი მე კარგად ვიცი ამ პროექტების ამბავი რომ ება ეს ითხოვს აი გულის სითხოს და თავგანწირვას ეს არ არის უბრალოდ და თქვენნაირი ადამიანების და ამ შემთხვევაში მწერალთა კავშირის გვერდში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი ვფიქრობ ერთ რამესაც ვიტყვი რაც ემიგრანტებს ეხება რამდენიმე წლის წინ მე მივიღე წერილი თურქეთიდან ქალბატონისგან რომელიც პატიმარი იყო და წერდა წერილში რომ მე ბედის საძებნელათო და შვილის გადასარჩევთვის უფრო ძიმე წლები იყო ვიდრე ეხლა არის კიდე წავედიო და ბედნიერების ნაცვლად უბედობა შევეყარეო და გთხოვთო პოემა ეს რამე დაწერეთო ჩვენაირ ხალხზე ოღონდ გვარს თუ დაწერთო ჩემსასო იმიტომ რომ მე ვაჟის დედა ვარო და შვილისთვის ყველაზე დიდი ტკივილიო დედის წარუმატებლობა არისო და მაშინ მე დავწერე ბათზე პოემას ერქვა დედა რომელსაც სახელად ტკივილი ქვია და იყო დედის წერილები სხვადასხვა აი ჩემთვის წარმოვიდგინე ვის მიწერდა ხალი აი ეს შაკეტის სივრცეში და ეს იყო წერილი დედას წერილი შვილს წერილი უსაყვარლეს მამაკაცს წერილი მეგობრებს და სამშობლოს და რამდენჯერაც ამ პოემას ავიკითხავდი როცა მე მიწევდა თვითონ უცხოეთში შეხვედრები მე ვნანობდი ხოლმე ისეთი ცრემლთა ფრქვევა იყო და ისეთი უხერხულობას მიგვინდა მე იმდენად ემოციური იყო და მე აქ რო ჩავედი აღარ წავიკითხე ეს პოემა იმიტომ კი არა რომ იტირებდა იმიტომ რომ აქ უკვე წარმატებული ქალები ვნახე ისე გამიხარდა იმიტომ მე მახსოვს რომ სხვაგან იგივე საბერძნეთში როცა მომიწია ამ პოემის საკითხვა როგორი ტკივილით დამთავრდა პოემა და მთავრდებოდა ასე პოემა უკვე ლოცვით რომ უფალო უფლებათა ერთადერთ ნატურას ბედავ დედას ანახე შვილი შვილს დაუბრუნე დედა ეს ნატურა მაინც რჩება ნატურა რაც არ უნდა წარმატებული იყოს ქართველი ემიგრანტი და ერთ რამეს ვიფიქრებ ვინატრებდი რომ მომავალი ფესტივალები უკვე დაბრუნებული ქალბატონებისა და დაბრუნებული ადამიანების საქართველოში დაბრუნებული ადამიანების ფესტივალი იყოს. ერთი როდესაც ფესტივალი იმართებოდა ნუგეშია ქართველების ჩასვლა, მაგრამ მეორე როდესაც თვითონ აი ეს შემოქმედებითი უნარი, რომელიც ემიგრანტებს აქვს მარტო ყოფაზე ხო ვიღაცა შეიძლება გააჩნდეს ნიჭი ლექსის წერისა, ამ პროზისა და ასე შემდეგ და ამის საშუალებას რო აძლევთ და თქვენ თუ აღმოაჩინეთ ვინმე ესეთი აი ხო, აი ეს მაინტერესებს. ძალიან საინტერესო პოეტები არიან. აი ახლა წინვალე წიგნი იყო რამდენი ენაზე იყო თარგმნილი ჩვენი 8 ენაზე იყო ნათარგმნი ესეთი აზიმუტი. ხო. მხოლოდ იყო უცხო ენებზე ავტორი თამარ კაკაურიძე ჩვენი იტალიის წარმომადგენელი თარგმანებით ჩვენი როგორ არა იქ ძალიან საინტერესო ბევრი ავტორი არის ჩვენი წევრებიც არიან არაერთი როგორც იტალიიდან ისე საბერძნეთიდან და წელს რომ ექნება მსოფლიო ფესტივალი უკვე სხვანაირი ახლა მუზეუმის სულ სხვა პროფილი აქვს და ჩემი არის წმინდა ლიტერატურული შეხვედრები უკვე ან ვიკიდანაც იქნებიან უკვე ორი უცხო წარმატებული წერილობაში ერთ-ერთი საუკეთესო ორი ავტორი ჩამოვა ჩვენ ახლა წიასამის თქმა არ შეიძლება ჩვენ გვაქვს პრემიები ჯემალ აჯიაშვილის გოგლალენის და გალაქტიონ ტაბიძის სახელობის და ვიცი რომ ისეთი ძლიერი ავტორები არიან ისინი აუცილებლად იქნებიან მონაწილე ამ საერთაშორისო მსოფლიო ფესტივალში კი ბატონო და ერთობლივ პროექტზე მინდა კიდე თქვენი ჩართულობა ქალბატონო მაყოლა ანუ როგორ ფიქრობთ აი მწერალთა კავშირი რა როლს ითამაშებს ნუგზარის სამომავლო პროექტში თან ერთად ჩვენ ვფიქრობთ რომ აღმოვაჩინოთ არა მარტო იმიტომ რომ ადამიანი თქვათ არის სხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი არამედ მათ შორის ჭეშმარიტი ლიტერატორებიც და ხელი შეუწყოთ მათ პოპულარიზაციას საქართველოში ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს იქნება ერთი ფრთა შეიძლება ასე ითქვას ამ დიდი ისე როგორც თქვათ დოქტორ შეშმოპირებიც ხო ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან იყოს დაინტერესება იყოს ჩვენი ორგანიზაციიდან და ასევე ვაპირებთ ერთობლივად რომ შეიქმნას მსოფლიო ანთოლოგია იმ ქართველების რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ერთი რაღაც გამახსენდა ეხლა თქვენთან საუბრისას ერთი ძალიან კარგი ნიჭიერი ქართველი მწერალი ერთხელ ასე მოხვდა ემიგრანტი გახდა საფრანგეთში და ჩვენ მომდით რატო და ისე მწერალი იყო მაგრამ ძალიან ძიმე პირობებში მოუხდა ყოფნა და რომანი დაწერა რომელსაც ქვია პარიზში წასვლას რა უნდა და იქ აქ ერთი ესეთი ნიუანსი რომ როცა ყველაზე მეტად გამიჭირდებოდა და გრძნობდი რომ თითქოს რაღაცა დავდაბლდიო ამ სიღარიბისაგან შევდიოდიო კაფეში ვიღებდი ერთ ჭიქა ყავასო და ვთარგმნიდი ფრანგულ
კლასიკოსებს და ჩემთავს მეუბნებოდი შენ დიდი ქვეყნის შვილი ხარ შენ წერალი ხარ რა საოცარი მაგალითია აი ეს ნიუანსები დასაფასებელი და ყურადღება მისაქცევია იმიტომ რომ ადამიანი არ დარჩეს მხოლოდ იმ ერთი ჭიქა ყავის იმედად ეს მსოფლიო ანთოლოგია 2026-ში გეკმება? ეხლა შევჯერდებით ჩვენ უკვე პროექტს ვაკეთებთ მაგ კონკრეტულ იმაზე და ალბათ მომავალი წლისთვის უკვე ჩვენ დიდი მნიშვნელოვანი წიგნი გვექნება საკუთრებას. საინტერესო თვითონ უცხოელი ავტორების ჩართულობა და უცხოელი ავტორების მონაწილეობა და მათი თარგმნა, ანუ როგორც ვიცით, მხოლოდ ქართველებით არ შემოიფარგლება ეს ფესტივალი და ალბათ აი ახლა თქვენ რომ ბრძანდებოდით იტალიაში, იქაც იყვნენ ხო ალბათ უცხოელი. კი, არიან ძალიან ბევრი მოუცხოელი იტალიელი მეგობრებიც უკვე კი, არა მარტო იტალიელებმა, უკვე თვითონ იტალიელებსაც სხვა ქვეყნებში მეგობრები ხო და იქიდანაც არის ისეთი გამოხმაურება ყველას უნდა რომ შემოვიდეს პრემია ივერიაში და მათი შემოქმედება ითარგმნოს, რა თქმა უნდა, ნაწილ ცოტა მაინც ქართულ ენაზე და შესაბამისად ჩვენც გვაქვს ამის ისურვილი. აი ზუსტად ესაა ჩვენთვის ესეთი მნიშვნელოვანი კულტურული ხიდი დავარქვათ ამას დავარქვათ კულტურული განვითარება ამას დავარქვათ ახალი ლიტერატურული რაც ეტაპი საქართველოში, იმიტომ რომ ყველა ეპოქას აქვს თავისი ეს იყო მარათონი მომეწონა. ხო, რაღაც ესე გამოვიდა, მართლა მარათონივით გადავიდა და ჯერ უნდა დაასრულა, სხვა შორის გავაკეთეთ ესეთი რაღაც, რომ წლის განმავლობაში იტალიაში ყველაზე საუკეთესო ღონისძიებები დავაჯილდოვეთ და გადავწყვიტეთ უნდა ყოფილიყო პირველი გრან-პრი, მე პირველი, მეორე, მესამე ადგილი. და იმდენად კარგი იყო ყველა ღონისძიება, იმდენად თავისებური ხასიათებით განსხვავდებოდნენ. რომ გავაკეთეთ გამონაკლისი, მხოლოდ ეს არის პირველი წელი და მსგავსი აღარ იქნება მომავალ წელს, ანუ სხვანაირ ფორმატში იქნება, მართლა შეჯიბრს გავაკეთებთ, საკონკურსო ნაწილიც იქნება ესეც, რომ უცხოეთში მყოფი ჩვენი ქართველები წარმომადგენლები და კარგ ღონისძიებას გააკეთეთ. და ეს იქნება, რომ ყველა 4 რეგიონს მივეცით გრან-პრი, ოღონდ სხვა ნომინაციით. მე ხატოღას ყველა ელოდებოდა, რომ ეს იქნებოდა ის რაღაცა პირველი ადგილი, მეორე ვიღაცას გული დაწყდებოდა. მეცადეთ ვაკაც გავუკეთებინა ზუსტად დიდი ბალანსი, როგორც გული არავის არ დაწყვეტა. და არ შემიძლია მამის გამოტოვება YouTube-ზე ნახეთ, გავაწყდი ვიდეო რგოლს, პოლონელი ავტორია და ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლია პრემია ივერიაზე გადაღებული. პოლონური არ ვიცი და რაღაცას მივხვდით. ეს იყო ივერია ბრილიანტის ფესტივალი, აი რომე ფესტივალის ჟიურის წევრი თქვენი ყავთ ქავატონიო, კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ თქვენი ჩართულობა და საქმიანობა შეშემოპირებთ ამ მიმართებაში, ეს არის უზარმაზარი და უზადოა და მადლობა კიდევ ერთხელ და აი ამ ფესტივალმა ზუსტად ის გამოიწერა ჩვენი პოლონელ პარტნიორებთან ერთად გასულ წელს ვიყავით ფესტივალზე, იქ ფესტივალზე გახდა გამარჯვებული პოლონელი და უკრაინელი დუეტი. ეს ადამიანები მოიწვიეთ საქართველოს ფესტივალზე ზაფხულში თქვენთან ერთად, თქვენც ნახეთ მათი ნამღერი და რადგან აქ იყვნენ საქართველოში, გადაწყვიტეს ის, რომ საქართველოს ჩამოსვლის დროს ჩემმა პარტნიორმა ისოდა საქართველოს ბუნებას, თბილისის მტკვარი, ძველი ხედების, ახალი ხედების ყველაფერი და გადაწყვიტა, რომ ხო, თუ შეიძლება საქართველოში გადავიღოთ კლიპი, ამიტომ მე უნდა წამოვიყვანო მთელი გადამღების ჯგუფი. რა თქმა უნდა, კი ბატონო. იმიტომ რომ ზუსტად ესაა მთელი ჩვენი პროექტების და ფესტივალების ლაითმოტივი კი არა, ალბათ ყველაზე მთავარი მოტივი, რომ რაც შეიძლება მეტი ადაპტაცია და ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში ჩვენთვის და შესაბამისად ზუსტად ეს პროექტიც და ეს კლიპიც, ეს ვიდეო კლიპი, ვიდეო რგოლიც ზუსტად აი ამ ერთ-ერთი ნაწილი გახდა იმისთვის, რომ საქართველოს დღევანდელობა რამდენად მნიშვნელოვნადაა ჩართული, რამდენად კარგადაა ჩართული იმ ევროპულ სივრცეში, რომელსაც თქვენ შეშემოპირების ადაპტაცია და ინტეგრაცია და ზუსტად ეს ვაჩვენეთ, თუნდაც კიდევ ერთი ხელშეწყობა ქართული მხრიდან მათ შორის ევროპული ქვეყნისთვის, რომ პოლონელებმა საქართველოში გადაიღეს კლიპი, რომელიც არის შეშემოპირებზე ნამღერი და შეშემოპირით და არა შეშემოპირით ინტეგრირებულად ნამღერი კლიპისა და ეს იყო ძალიან კარგი გამოძახილი, ამიტომ ყველა იყო იქ აბსოლუტურად მე იყო სიუჟეტი, იყო უზარმაზარი სიუჟეტი, სადაც თვითონ იტალიელებიც რა კარგი გადაცემა მოგიწვიეს. კი, სხვა შორის იტალიური ტელევიზია წინვალე დიდი. ბიბლიოთეკაში ქონდა საინტერესო შეხვედრები, ბიბლიოთეკაც იყო საინტერესო და იქ ერთ-ერთ დარბაზში, სადაც ჩატარდა ქართული არა მარტო ქართული იტალიური პოეზიის დღე და გამოფენა იყო, წინვალე გამოფენა. ტელევიზიამ საკმაოდ მედიაც აქტიურობს. ტელევიზიამ ძალიან აქტიურა და კარგი სიუჟეტი მიუძღვნა ამას. არა მნიშვნელოვანია რომ თქვენ უკვე გეგმაში ხართ. კი, გეგმაში და ის ყველა საინტერესო დეტალი რა არის, ესეთი ანოლფი არის, ესეთი ორგანიზაცია, რომლის ქართველი ოპერატორი ერთ-ერთი არის ჩვენი წარმომადგენელი, ეს არის ქავატონი ფიქრია კუჭურხიძე და იქ არის კიდე როსიანი
რიკი, რომელიც არის უცხოელი ეს ქალბატონი, მათ გაგვიკეთეს ანოლფში და ანოლფის მსგავსი ორგანიზაცია არის კიდე მეორე ჩიზლი, აი ამ ხელმძღვანელობასთან შეგვიქნეს შეხვედრა და რატო გავიხსენე მე ეს დეტალი, რომ მათ კიდევ ერთხელ დაინახეს ის, რომ ქართველები იქ არიან ძალიან ნიჭიერები. ეს წარმოიდგინეთ, ანოლფი და ჩიზლი ხელმძღვანელობენ ვის ასე ვთქვათ, კურირებენ, ეს არიან ემიგრანტების ორგანიზაცია, სადაც ემიგრანტებს ეხმარებიან დასაქმებაში, საბუთის მოპოვებაში და ძალიან ბევრ რამეში. და თუ შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ემიგრანტების სასახელოდ და ჩვენთვისაც რეალურად გაკეთდა ის, რომ მათ დაინახეს ქართველების მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ გადააფასეს ის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი თუნდაც იტალიაში და ევროპაში. შემოქმედებითი ნაწილიც არის კი და ზუსტად აი ამ ორგანიზაციებმა და ამ ადამიანებმა, რადგან დაინახეს ჩვენი აქტივობა ამდენ წლიანი და ესეთი რაღაც მიდგომები, მათ შორის მე იტალიური მხარიდან დამოკიდებულება, იგივე მატერას დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. აი ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მე ტელევიზიებით გაშუქდა ეს ყველაფერი, ამიტომ ძალიან სუყე სიუჟეტები გაკეთა, ქავტორმა ყოველას ინტერვიუ იყო ერთ-ერთი ჩვენი ჩვენთან ვინც იმყოფებოდა ბატონი შალვა გერაძე, ეს არის უნიკალური შემთხვევა, ადამიანი ფერმწერი არის, ხატმწერი არის და ხატმჭედი, ანუ ჭედურ ხატებსაც ამზადებს და მისი გამოფენაც გავაკეთეთ. და გამოფენა მოვაწყვეტი ორივე ქალაქში. ყველა ასეთ ფესტივალს ახლავს მხატვარიც. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. მე მახსოვს პირველად თქვენ რო იყავით პოლონეთში, მაშინ ჩემი ვაჟი იყო როგორც მხატვარი და ისეთი ბედნიერი ჩამოვიდა, იმიტომ რომ საოცარი გამოფენა ჩატარდა. შემდეგ მახსოვს უკრაინა იყო. ხო, უკრაინაში იყო ჩემი ვაჟი. ეხლა ხას ელენეც ხო ყავდა? ელენე გამგონიძე ყავდა ნეაპოლში. ფანტასტიკური მხატვარი ქალბატონი და ეხლაც გამოფენა ჩატარდა ასევე. ეს კიდევ მრავალფეროვნებაზე მეტყველებს ფესტივალის მრავალფეროვნებას. ბატონო, ძალიან საინტერესოა მართლა, რასაც აკეთებთ და კიდევ ერთხელ ვეტყვი ჩვენს მენელს და მაყურებელს, რომ რაც შეეხება პრემია ივერიას, უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს. 2026-ში გისურვებთ წარმატებებს. ამაზე დაუსრულებლად შეგვიძლია საუბარი, თუმცა საეთერო დრო გვეწურება. ქალბატონი მაყვალა, დიდი მადლობა. შეეხება კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაჟღერდა დღეს თქვენ აპირებთ ერთობლივად მსოფლიო ანთოლოგიის გამოცემას. ყველა ემიგრანტს ქართველებს მოვეკითხავთ დიდი სიყვარულით პრემია ივერიის მონაწილეებს მოვეფერებით და ყველას ვუსურვებთ წარმატებას. ულმასი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ და დღევანდელი სტუმრობისთვისაც მადლობელი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ერთ რამეს ვინატრებდი, რომ ბედნიერი წელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი დედამიწისთვის. ისეთი აფორიაქებულია სამყარო. მშვიდობა სამყაროს. როგორც განცდა სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის, დედამიწა იყოს აი ასე დამშვიდებული და სიყვარულით სავსე. ულმასი მადლობა. მადლობა, ნუგზარ წარმატებები, ნუგზარ ჭიაბერაშვილი პრემია ივერიის დამფუძნებელი და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. დროებით დაგტოვებთ და დაგიბრუნდებით.